მთავრობის ადმინისტრაციაში ჩატარებული ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობის სამთავრობო კომისიის ხდომის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა პირველი კომენტარები გააკეთეს. კომისიის წევრებმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოში ფეხბურთის განვითარების პროექტებზე იმსჯელეს. სამთავრობო კომისია მიზნად ისახავს ფეხბურთის განვითარების 5-წლიანი გეგმის შემუშავებას. საუბრეს ერთ-ერთი მთავარი თემა 2015 წელს თბილისში დაგეგმილი ევროპის სუპერთასის მატჩისა და 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის გამართვის ხელშეწყობა იყო. კომისიის მომდევნო შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში სავარაუდოდ მომავალ კვირას ჩატარდება. იმ ნუსხას, რომელიც პრინციპში იყო ჩამოთვლილი, დაემატება სხვა დანარჩენი საკითხები, ოღონდ უკვე ძალიან საფეხბურთო წრეებში გავლილი და უფრო დეტალურად დროში და თანხებში გაწერილი. მივახოლმე იმ მთავარ კომისიამდე, სახელმწიფო კომისიამდე, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს. განხილული იყო ბევრი საჭიროებო საკითხები, არ დავიწყებ დაკონკრეტებას, მაგრამ ჩამოყალიბდა კომისია, რომელმაც უნდა მოამზადოს ის პროექტი ფეხბურთის განვითარებისა, რომელიც უნდა წარდგეს შემდგომ კომისიის ხდომაზე და მოხდეს მისი რეალიზაცია.